ვაიმე, აქ კიდე დაღმართია? ვაიმე, არ არსებო. პროზე. ძალიან მწარედი კბინებიან. გაითვალისწინეთ, რომ თუ გიკბინალებან. აქედან იწყება მტირალას ეროვნული პარკი. მთლიანად ტურისტული ბილიკი 150 კილომეტრი არის, თუმცა რა თქმა უნდა მთლიანი ბილიკის დაფარვას დღეს ვერ შევძლებთ, ამიტომ გაჩვენებთ იმას, თუ რა შეგიძლიათ ნახოთ მტირალას ეროვნულ პარკში ერთი დღის განმავლობაში. მტირალას ეროვნულ პარკში ლაშქრობას სოფელ ჩაქვისთავიდან ვიწყებთ. წრიული ბილიკის გავლა გადავწყვიტეთ, რომლის სიგრძე 16 კილომეტრია. გეგმა ასეთია: ცივწყაროს ბილიკით ტურისტულ თავშესაფრამდე ავალთ. შემდეგ კი წაბლნარას ბილიკით ჩანჩქერთან და ტბასთან დავეშვებით. აი მოვედით უკვე იმ ადგილას, სადაც რეინჯერებს უნდა შევხვდეთ და აქედან უკვე ერთად გავაგრძელებთ გზას. ეს არის მტირალას ეროვნული პარკის საზღვარი. მანქანით გადაადგილება არის აკრძალული. ავდივართ ცივწყაროს თავშესაფარში. წავიდეთ მაშინ. ცივწყაროს თავშესაფრამდე გზა აღმართს მიუყვება და მანძილი 8 კილომეტრია. ბილიკი ჭრდილში მიდის, მთავარი დისკომფორტი კი ბუზებია. ბუზები, რომლებიც ძალიან მწარედი კბინებიან, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ თუ გიკბინალებან. გაითვალისწინეთ, რომ აქ თუ წამოხვალთ, აუცილებლად გრძელსახელოებიანი ზედა და შარვალი უნდა გეცვეთ. ასევე რამე სპრეის თუ წამოიღებთ, კარგი იქნება. ჩვენ უბრალოდ ვერ გავითვალისწინეთ, რომ სპრეი წამოგვეღო. ამასობაში დანიშნულების პირველ პუნქტთანაც მივედით. ეს არის ჩვენი ცივწყაროს ტურისტული თავშესაფარი, რომელიც ჩვენი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავშესაფარი არის. ტურისტულ თავშესაფართან ცოტა ხანს შევისვენებთ. აქვეა სპეციალურად მოწყობილი ადგილი ცეცხლის დასანთებად და პიკნიკის მოსაწყობად. თუ რამდენიმე დღიან ლაშქრობას დაგეგმავთ ღამის გათევა კოტეჯში ან საკუთარ კარავში შეგიძლიათ. კოტეჯთან არის ასევე სუფთა წყალი, სადაც შეგვიძლია რომ ახალი ცივი წყალი ავიღოთ და ასე გავაგრძელოთ გზა. ამ ტერიტორიაზე 1959-დან 61 წლამდე ცისკარას ნაკრძალი ფუნქციონირებდა. 2006 წელს კი მტირალას ეროვნული პარკი შეიქმნა. პატარა მტირალა არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი ტერიტორია. ჭარბტენს მტირალაზე განაპირობებს მისი მდებარეობა, ზღვისა და მთის გასაყარი, კლიმატი, რაც თავისთავად უკვე ქმნის ნოტიო ჰავას. ამასობაში ტურისტული თავშესაფარი დავტოვეთ და წაბლნარას ბილიკს გავუყევით. ამ გზით ჩანჩქერთან და ტბასთან უნდა მივიდეთ. 8 კილომეტრიანი აღმართების შემდეგ ახლა წინ 7 კილომეტრი დაღმართი გვაქვს გასავლელი. ძალიან ლამაზი ბილიკია. ცოტა ტალახიანია, მაგრამ ლამაზი. ვაიმე, არ არსებო. არც მეტი, არც ნაკლები, ტყეში უნდა წამოხვიდეთ თეთრებით. აი მეკალში გავეხლართე. კარგი წავიდეს. ვაიმე, აქ კიდე დაღმართია? აი სახლები რო ჩანს, ხო ხედავთ, აი იქ უნდა მივიდეთ. ჩანჩქერამდე მისასვლელად რამდენიმე საათი დაგვჭირდა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი კითხვა ისმოდა. ეხა რამდენი დაგვრჩა? ალე ჩავალ. რამდენი დაგვრჩა? კითხვის მსგავსად ერთი და იგივე იყო პასუხი გზის ყველა მონაკვეთზე. უკვე სადაც მივართ ჩანჩქერთან. ძალიან მალე მივართ. შენ ცოტა წუწუნა მოლაშქრე ხარ. მტირალას ეროვნული პარკი მდიდარი მცენარეული საფარით გამოირჩევა. ეს ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული. აქ ნახავთ აჭარისთვის დამახასიათებელ კოლხურ ფლორას. კლიმატური ცვლილების გამო მრავალი ტროპიკული სახეობა გადაშენდა, თუმცა ზოგიერთი მაინც შემორჩა, მათ შორის მტირალას ეროვნულ პარკშიც. აუ ეს რა ლამაზია, როგორ არის ბუნებრივად გადატეხილი. კი, ტყეში, პარკში რაც ბუნებრივად ხემოტდება, რჩება ისევე იმ მდგომარეობაში, თუ ბილიკს არ აფერხებს. გადატეხილი ხეები ტყის ბინადრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი შეხედვით უკვე გამხმარდა დაზიანებულ მცენარეში უამრავი ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება.
მტირალას ეროვნული პარკი გამორჩეული და განსაკუთრებული არის თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების გამო, რომლის გამოც 2021 წელს პარკი გახდა იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი. ცხოველებს ვის შევხვდებით? ცხოველებიდან ჩვენთან გვხვდება წითელი ნუსხის ბინადარი, ესენი არიან მურა დათვი, ფოცხვერი, არჩვი, თუმცა ასევე გავრცელებული არის პარკში შველი, გარეული ტახი, ასევე წითელი ნუსხიდან გვხვდება სალამანდრაც. ამასობაში ჩანჩქერამდეც ჩამოვედით. ჩანჩქერამდე რომ მოვსულიყავი, დაგვჭირდა 5 საათი. ცოტა გაგვიჭირდა, იმიტომ რომ არ ვიყავით მზად ასეთი გზისთვის, მაგრამ ისეთი ლამაზი ადგილები ვნახეთ და ისეთი საინტერესო ისტორიები მოვისმინეთ, რომ ღირდა ამ ჩანჩქერიდან უნდა წავიდეთ ტბაზე. აქ დროის სასიამოვნოდ გატარება ყველა შეუძლია, თუმცა არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დავჯარიმდებით. ჩვენთან აკრძალულია ნადირობა, თევზაობა, დანაგვიანება. მტირალას ეროვნულმა პარკმა ეს ბუნებრივი სილამაზე რომ შეინარჩუნა და ჩვენ აქ უსაფრთხოდ გადაადგილება შეგვიძლია რეინჯერების დამსახურებაა. თავად ამბობენ, რომ თუ ბუნება გიყვარს, ამ საქმეში რთული არაფერია. თუმცა სინამდვილეში რეინჯერებს ყოველდღიურად 7-დან 17 კილომეტრამდე მანძილის ფეხით გავლა, ჩახერგილი ბილიკების გაწმენდა და ბრაკონიერებთან ბრძოლა უწევთ. ხშირად ტერიტორიაზე ღამით დადიან, რაც ველურ ბუნებაში არც ისე ადვილია. რეინჯერის მოვალეობა არის უპირველეს ყოვლისა ბრაკონიერებთან ბრძოლა რა. მოლაპატრონობა ბილიკების, ტურისტებზე ყურადღების მიქცევა, ხშირია შემთხვევები იკარგებიან ტურისტები, რომ ბილიკს არასდენ არ გადაუხვიონ. გზა, რომელიც ჩვენ დღეს გავიარეთ, ერთ-ერთია პარკში მოწყობილ ტურისტულ ბილიკებს შორის. თუ უბრალოდ დასვენება გნებავთ, მაშინ გირჩევთ დაცულ ტერიტორიაზე, ცენტრალური შესასვლელიდან შეხვიდეთ. იქ სადაც ზიპლაინი და თოკების პარკია მოწყობილი. მდინარეზე კი აუცილებლად მტირალას საბაგიროთი უნდა გადახვიდეთ, რომელიც სრულად ხელით იმართება. ის წლების წინ ადგილობრივებმა გააკეთეს და მას შემდეგ პარკის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.